მე ჟრუანტელი მივლის ისე მინდა რომ გახარო. რა? ყველას თლიან საქართველოს ვლოცავ ამდით წარმატებას. ჩემო საქართველო, გადაცემა სარკასტიკის სახელით გილოცავთ. ელექტროენერგია ძვირდება! ფასების კომისია მუშაობს. ფასების კომისია ნამდვილად მუშაობს, იმიტომ რომ საქართველოში ელექტროენერგია ძალიან მალე გაძვირდება, უკვე დამტკიცებულია და გადაწყვეტილია. ჩვენ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა და ისეთი მდიდარი ქვეყნის შვილები, რომ ჩვენთან ყველაფერი უნდა გასაგებია. მე ვიცოდი რომ საქართველოს თითქოს დენს ყიდიდა და ანუ აქეთ ვყიდულობთ თუ რატო აძვირებენ მე. რა ვიცი, მე მგონი ამ ქვეყანაში არ კარგად ვცხოვრობთ, ესე იგი რომ ყველაფერი ძვირდება და ანუ მე ძალიან ასიამოვნები, ესე იგი მე მდიდარი ადამიანი ვარ და მდიდარ სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც ყოველდღიურად რაღაცა ძვირდება. ეხლა ხილბოსტანი უნდა გაძვირდესო, კვერცხი უნდა გაძვირდესო, კიდევ ამბობენ. მე მაინტერესებს, ხა დეჩემი ევროპაში ცხოვრობს და აი რატო ადარებენ ევროპის ფასებს. ევროპაში საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 7-8000 ლარი და საქართველოს საშუალო ხელფასი არის 1500 ლარი. ეგაც რამდენიმე შეიძლება არც არის საშუალო ხელფასი 1500 ლარი და არც არის საშუალო არ ვიცი, საშუალო ხელფასი რაღაცა სხვანაირად აქვს გამოთვლილი, მაგრამ ნუ ძირითადად მე ხა ადამიანებს ვისაც ვეკითხები 1500 ლარიც არა 1200 ლარი და 1000 ლარზე მუშაობს ძალიან ბევრი ახალგაზრდა. საწვავი გაძვირდა, დენიც გძვირდება და საწვავი გაძვირდა, ხო? კი, და აი ნახევარი ჩვენი რასაც ვიყენებთ რა, პროდუქტებს და რაღაცებს, უმეტესი არის იმპორტი. და აი არ არსებობს რომ იმპორტი გაიაფთეს. აი ადგილობრივი წარმოება შეიძლება ვთქვათ გაიაფო, იმპორტს ვერ გაიაფებ. ნუ ამას დავაკვირდეთ, ჩვენ ისეთი გუნდის ხელში ვართ, და ის ვინც ჩაიბარა ფასების რეგულაციები, რომ მე იმედს ვიტოვებ და მე აუცილებელია რომ აი ისინი ყველაფერს იზავენ და კვერცხი დაუბრუნდება 10 თეთრს. წამალი 10 ლარიანი დაუბრუნდება ლარს. საწვავი, რომელიც იყო, ეხლა არის 3.50 თუ 4 ლარამდე დაუბრუნდება ლარი და 64-ს და ვისაც ჯიბეში მიქონდა იმ ჯიბიდანაც ამოიღებენ.